მოგესალმებით, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით, რას გვეტყვის ტარო. ანუ თქვენი უახლოეს დღეებში რა განვითარება იქნება და რა მოხდება. აბა ვნახოთ. იცით რა არის, რაღაცა ცრემლიანობთ აქ მე ხა ბევრი მიყურებს. შეიძლება თქვენს შვილებზე, შეიძლება შვილიშვილზე ცრემლიანობთ, ან ბავშვს აქვს პრობლემა, კი, იმიტომ რომ აქ 4-იანი ხმლებიც დაჯდა, რაზეც ესე იგი ცრემლიანობთ და რაზეც გაქვთ ნერვიულობა, შეიძლება ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები არის ოჯახში და რის გამოც ესე იგი ბავშვის გამო ან თქვენი უახლოესი ადამიანის გამო, აქ მოზარდი დაფიქსირდა ძირითადად არის პრობლემები არის, ხა მოზარდს შეიძლება ხასიათის დამკვიდრება უნდა, შეიძლება შვილიშვილი გენატრებათ. აქ ახლა პირველი თემა დაჯდა ოჯახური სიტუაცია, ფინანსები, მაგრამ გეშინიათ, იცით, გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, აი ტარო რას გეუნებათ, ანუ 2-5-იანი არის ისევ, ესე იგი 10-1-იანი, ხო და განულება, ანუ ამ 4-იან ხმლებს გადააბიჯებთ, აქ არის ის ან ქალი დაგეხმარებათ, ან თქვენ თვითონვე შეიძლება ვინც ემიგრანტი ხართ, ჩარიცხვები უნდა იყოს ბავშვებთან დაკავშირებით, სკოლასთან დაკავშირებით, რაღაცა სტრესული სიტუაცია გაქვთ, ან განშორება გაქვთ ბავშვებთან, მიხვდით ხო? ყოველ შემთხვევაში ბავშვებს ეხება და არეული სიტუაცია არის ჩემოკარგებო, მაგრამ ეს არის მოგვარებადი, აქ შეიძლება დედამთილია ჩარეული, შეიძლება რძლები არიან ჩარეული, არ გამოვრიცხავ, რომელიც გირღვევთ ოჯახურ ჰარმონიას, მაგრამ აუცილებლად იქნება სამართლებრივი, სამართლიანად სამყაროსგან ტარო გეუნებათ, რომ გადადიხართ 10-იან თასებში და პენტაკლების დედოფალი ხდებით. ასე რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო, გეუბნებათ ტარო, მოგვარდება ყველაფერი, არ ინერვიულოთ. ძალიან კარგი. აბა კიდე რას გვეტყვის ტარო ამ უახლოეს? აგერ ვარსკვლავი, ხო გითხარით, ასრულდება სურვილი, გზები ჩაკეტილია, ბევრს ჩამოსვლა გინდათ, ბევრს წასვლა გინდათ, ვერ გადაგიწყვეტიათ, ხო? მაგრამ უყურეთ, იეროფანტ დახმარება გექნებათ, თქვენ თვითონ შეძლებთ, ან ვინმე ქალი დაგეხმარებათ, გოგო დაგეხმარებათ, ან რაღაცა, იცით რა არის, ეს სწავლასაც ეხება, შეიძლება თქვენი განვითარება, თქვენი ემოციები, თქვენი შიში გქონდათ ჩანერგილი, რომ ესე იგი ხელს გიშლიან, ესე იგი ფეხებში ჯოხებს და ხმლებს გირჭობენ, იმიტომ რომ აქ 4-იანი ხმლებიცაა 6-იანი ხმლებთან, რომ ესე იგი თქვენს ოჯახში, თქვენ შვილებთან ერთად, აქ დედა ორი შვილითაც დაფიქსირდა, მოკლედ განვითარება უნდათ, რომ შეგიწყვიტონ, ეს ჰარმონია დაგირღვიონ, თქვენი რესურსებით, რომ ესე იგი უნდათ, რომ ენერგოვამპირობა, მიხვდით ხო, თქვენ ფინანსებზე კრადნიკები არის დადებული ცოტა და ზოგი კრადნიკები, ხა აქ ბევრი მიყურებთ, მოიხსნა, შეიძლება ჩემ არხზე გაიწმინდეთ, შეიძლება ისე გაიწმინდეთ, წმენდები გაიკეთეთ, ძალიან კარგი, გამოჩნდებით ისევ, ზოგი ვინც ინტერნეტით მუშაობთ, ან ოფისებში მუშაობთ, ხო? აუცილებლად გექნებათ განვითარება, აუცილებლად და ეს
ახალი ნაბიჯები გადაიდგმება, აი აქ შეხვედრა, ვისაც ურთიერთობაში ქონდათ გაურკვევლობა აუცილებლად მოგვარდება და ის თქვენი საჩუქარია, იცით, დასაჩუქრებაა სამყაროსგან, ძალიან, ესე იგი, თქვენ შვილებთანაც, აქ ისევ ორი შვილი დამიფიქსირდა, მესამეც თქვენ შვილებთან გექნებათ განვითარება, თქვენ შვილებს ექნება განვითარება, შვილიშვილებს, ანუ ოჯახური სიტუაცია დაჯდა, ანუ ტაროს დღეს აი ამის თქმა უნდა, აუცილებლად გახვალთ დამკაში, არ ინერვიულოთ, მტერი ვერას დაგაკლებთ. ნუ აქ ამოვიდა აი აქ გასამართლო, ანუ სასამართლო პროცესები ვისაც გაქვთ განქორწინება, ისიც მოგვარდება, ნუ გეშინიათ და თქვენი შვილთან, რომელთანაც გაურკვევლობა გაქვთ, თავშირო დაჯდა აი აქ 4-იან ხმლებთან, ხო, რომელსაც ტვინი აქ არეული შეიძლება თქვენი ყოფილი ქმრის დედის მხრიდან, ნუ ყოველ შემთხვევაში ქმრის მხრიდან, აუცილებლად მოგვარდება, გაიმარჯვებთ, იზეიმებთ, ახალ მეგობრებს შეიძენთ და გამარჯვებული გამოხვალთ. ძალიან გამეხარდა. კი, ჩამოინგრევა აი ეს ყველა თქვენი მტერი, თქვენი მარტოობა გაკეთებული რაზეც გქონდათ, ხო? აი ეს დაბრკოლებები, თვალი, შური, შეიძლება მეზობელიც კი გთვალავთ, ხო? ან გაძახებთ, რომ აი ეს წევლები, რომ გზებზე, რომ აი დაყურადებულები არიან, სად მიდიხართ, როგორ მიდიხართ, ხო, ან თქვენი ახლობლები, ან სამსახურში ესეთი კოლეგები, ხო, თანამშრომლები, აი ეს ყველა მტერი მოგშორდებათ და კარონა თავზე რო ადებთ თქვენ, რომელიც წაგართვათ, იმას თქვენ დაიბრუნებთ, აუცილებლად დაიბრუნებთ და ამაში სხვათა შორის ეს თქვენც ხართ, კი, აი გონება მახვილი, გამჭრიახი გონების თვალები აგეხილებათ, აქამდე თუ ცხვირამდე ხედავდით სიტუაციას, ეხლა ცხვირს იქეთ გაიხედავთ, ესე ადამიანური ენით რო გაგესაუბროთ, აქ იქნება რაც ილუზია, აი გასაიდუმლოებული იყო, ის მტრები გამოიჩენენ თავს. აქ არის ორი ქალბატონი გებრძოდათ და უნდოდა რომ თქვენი რესურსები თავისკენ გადაეზიდა, მაგრამ არ გამოუვიდა, აქ ამოვიდა კიდე მეფე ხმლები, აქ მოკლედ სულ ხალხი ამოვიდა, მიხვდით, ხალხი შეიძლება ხალხმრავლობაში ტრიალებთ და ესეთი სამუშაო გაქვთ, ან ოჯახში გაქვთ ესეთი ხალხმრავალი სიტუაცია, მიხვდით, და რისი თქმა უნდა ამ ხალხმრავალი სიტუაციიდან წინ წახვალთ ყველაფერში აბსოლუტურად, მტრები ჩამოინგრევიან გითხარით, ის ფუნდამენტი, რაც თქვენზე ქონდათ ჩაფიქრებული, ნამდვილად არ გამოუვათ და თქვენ, ესე იგი, თქვენ სიბრძნეს დაიბრუნებთ და თქვენი ძალები, რაც იყო, აი ის წინწავა, ბედის ბორბალი წინ წაგიყვანთ აუცილებლად, კარგით და რა უნდა იცოდეთ, აბა ეს მაინტერესებს უბრალოდ, რა უნდა იცოდეთ, რომ სამყარო გეხმარებათ და აქ ორი იდენტური ტარო ამოვიდა, ესე იგი ძალა, სამყარო გაძლევთ ძალას და ტარო გეუბნებათ, რომ არაფერზე არ შეშინდეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო ტკბილო გამომწერებო, იყავით ლოიალურები, სტუმრებო, გამოიწერეთ არხი, მე გახლავართ ნინია, რომელსაც აქვს მეორე არხი, ეს ჩემი მეორე არხია, გადადით პირველ არხზე, იქ არის ბევრი რიტუალი და რომლის საშუალებითაც გამოისწორებთ, ანუ თეთრი მაგიური წმენდები ან ყველანაირი ნეგატივის და პირადადაც თუ გინდათ დამიკავშირდეთ, ჩემი ნომერია, მეკითხებით ხოლმე 595 53
47 ვინც არ ახართ გამოწერილები არ რეზონირდება უნდა დააჭიროთ კიდე გამოწერის მერე მეკითხებიან როგორ არ მოდის ინფორმაცია ზარს უნდა დააჭიროთ ჩემო კარგებო რომ გაშავდეს და მოვა ყველანაირი ინფორმაცია მოკლედ აი ამით იეროფანტით გემშვიდობებით რომ სულ სამყაროსგან და ისეთი ადამიანები გამოგიგზავნონ ზეციური ძმაძალებმა რომ სულ წინსვლა ქონებოდეთ და გახარება ქონებოდეთ მადლობთ არ გემშვიდობებით თქვენთან იყო ნინია მომავალ შეხვედრამდე